გამარჯობა. გამარჯობა. ეს არის ჩვენ ვართ. კსჯ. მე ვარ ნინი. და დღეს ჩვენ ვითამაშებთ Three Little Pigs. ხო, მე ვარ ნენე. და მეორე არის მაშა მივიდა. აი. ეხლა ჩვენ ვართ ხო როგორც თქვი Three Little Pigs-ში და ეხლა ჩვენ შევაგდიანში წამოშევიდეთ ბარე. შედი? მე შემოდის. შემოდი. რა სხვა. კარგი, შემოვედით. ეს თამაში ერთხელ მაქვს, ნახევრად ნათამაშები. ეს ჩვენ გვაქვს ნათამაშები და თანაც ვერ ვითამაშეთ რა, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში მე ამ გელმა მომკლა და მე გამოვედი რა საერთოდ თამაშიდან. ესე ჩვენ მივდივართ და აქ ის არის რომ ერთ-ერთი მოთხრობა არის სამპატრა გოჭი და იმის მიხედვით არის. ხო იცით რა, აი გოჭებზე რო არის, აი აღარ მახსოვს რა ქვია. არა ეს სინამდვილეში არ გვაქვს ნათამაშები. ხო. კაი. აი სახელის ნიშანს ხედავ და გონი იქ უნდა წავიდე. ნახე პატარა. თუ რამე რო იცოდეთ ამ თამაში ხტუნვა არ შეიძლება. გონი მაშოსთან სვიაზე დავყიდეთ. And check here, ხო, camp. აი, ნინი, აი, თხევს და მე გადავთარგმნი. არა, მე გადავთარგმნე. კაი, რა მოხდა აქ? სად არის ყველანი? კაი, მოდი ვიპოვოთ. კაი, მოდი იმ სახელისკენ წავალ, შორს რომ არის. კარგი, მე აქეთ ხარეს წავალ. ისე ამ თამაში საკმაოდ საწყალი ისტორია არის დაფუძნებული ნამდვილ ისტორიაზეა. ვაიმე, პატარა გოჭი ვიპოვე. ვაიმე, მეც ვიპოვე, შეხედეთ რა საყვარელია. ან მე აი, მაშო, ტრაშო, მეორე გოჭიც ვიპოვე, მივალ მალევე. აი, მე მარტო ერთი გოჭი ვიპოვე და რა ყველაზე ლამაზი ეგ არის მგონი. ვაიმე, ნახეთ. აი, ყველა შევაგროვთ, მოვდივარ მეც მალე შენთან მაშო ტრაშო. აი, აქ უნდა დავალაპარაკოთ ახლა ამ პატარა გოჭებს. ხო. ისე მე პატრად რაც ვიყოფილიყო, იგემრიელი ვიქნებოდი. მიგაჩვენდი. კაი, მოდი ნირო, ერთად. კაი. სო? კაი. პატრა გოჭები. ვინ ხარ? შენ. მე მანქანა დამენგრა და დავრჩი ტყის შუაში. შე პატრა გოჭების ქვი მე მეს ვიტყვი. კარგი. რა არის ეს? რა არის ეს? დაგვეხმარეთ ავაშენოთ ხანძარი. ხანძარი. ეხლა უნდა ვიპოვოთ, ხო იცით როგორც უნდა გააკეთოთ? სამცალ ჯოხს რო ავაგროვთ, უნდა მივიდეთ იქ და ჩავაგდოთ ხანძარისთვის. აი, სამცალი დავდე უკვე, ნახეთ, კაია. აი, მე რა ვიცი, თან, იცით რა არის, მეგობრებო? 3 ნივთის აღება შეგიძლია მაქსიმუმ. всё, მეტი არა და. და ეს თამაში ძალიან ართულებს სიმართლე რა ვთქვა. მაშო ტრაშო, შენ მე მარჯვენა ფლანგზე იყავ. კარგი. მე ჩემი ფლანგი მოვჩი და მგონი შენც ერთი სახელის ნიშანი დაგჭა. ხო, მეც მოვჩი. ძალიან მარტივი არის თქვა შორის ეს თამაში და ძალიან საინტერესო სიუჟეტი. აქ. მეგობრებო, არ ვიცი, ახლა რა შეჭერს, მაგრამ ესეთი არ არის. ალბათ ცდილობს რომ რა ვიცი, ცოტა სერიოზული იყო, მაგრამ კარგი, არ შემიძლია მალე უფრო კომფორტულად ვიქნებით თქვენთან და უფრო კარგი, ეხლა უნდა ვიპოვოთ სანთებელა. ამ სანთებელა. კაი, მოდი, შენ წადი მარტო და მე დაგავალდებ, გინდა? კარგი. კარგი,
ავალდები. დაელაპარაკე გოჭუნებს. კარგი. გამარჯობა მეგობრებო. ეს მეგობრებო, რაღაცნაირი ის არის რა. სადაც არ უნდა გაიხედო. პატარა ღრუტები ერიე. ძალიან სულში მიყურებენ, ისე მიყურებენ. აი ავიღე ეს ანთებელო, რომელიც ჩემი ტრეკის ხმია. კარგი, ნელ-ნელა როგორც ხდები, ნინი კომფორტულად. კარგი. პრივიზე, თუ რომ ეს პატარა ბავშვების კონტენტია, ამიტომაც ბილწ სიტყვაობა არ შეიძლება. ხო. ამიტომაც მეგობრებო დუნდუნები. Night 1, ღამე პირველი. ეხლა უკვე კარგი. კარგი. მოდი დავლაპარაკოთ ნიფნიფას და ნუფნუფას. არ უიარშეგვილია. ნიფნიფი, ნუფნუფი და ნაფნაფი იყო თუ როგორ იყო? პატრა გოჭები, მე პატრა გოჭები ვარ. გელი არის ტყეში. მან გაანადგურა ჩვენ სახლები. როდესაც მოვიდნენ აქ. პატრა გოჭები, ჩვენ თავიდან დავიმარნეთ. ხების უკან. პატრა გოჭები, ჩვენ ქონდა სახლები, მაგრამ ის გაქრა, რადგან გელმა დაადესტროია ყველაფერი. პატრა გოჭები, გადათარგმნე. შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ ჩვენი სახლების აშენებაში? კი, რა თქმა უნდა. ჩვენ ნახეთ, დაიკარგნენ გოჭები და ეხლა ჯერ უნდა დავეხმაროთ ნიფნიფას, მერე ნუფნუფას. თავის ყველა მივიდა ისეთ ადგილას, სადაც უნდა ავაშენოთ ახლა მათი სახლები. დიახ, პირველის გოჭუნას სახლი არის TV-სგან. ხო, აი თუ გახსოვთ, ზღაპარი ვისაც წაკითხული გაქვთ ამ გოჭებზე, გეცოდინებათ, რომ პირველი გოჭის სახლი იყო, ხო, TV-სგან. მეორე გოჭის სახლი იყო ხისგან. ხო, ხისგან და ყველაზე კარგი სახლი იყო რა ქვია, აგურისგან. ხო. ასეთი ჯერ მგონი არის ნიფნიფა, მერე ნუფნუფა და მერე ნაფნაფა. ხო? არ მახსოვს ზუსტად. ეს მაქვს წაკითხული ალბათ კარგი. ნუ მოკლედ ჩვენი შემთხვევით ნიფნიფა დებილია, ნუფნუფა საშუალოდ, ნაფნაფა არის ყველაზე ჭკვიანი. ანუ ამის მიხედვით რა გამოგვაქვს აზრი, რომ უნდა ვისწავლოთ, რათა გადავირჩინოთ ცხოვრება. კარგი, ეს არ ვიცი რა იყო. ეს ალბათ რაღაცა ჭკუის სწავლება იყო. და კარგი, მოდი არ შევიმჩნიოთ. და ბავშვებო, ერთ რამას გასწავლით. აი, აღარ გიხდება. მაგალითად. ერთ წამი გასწავლით. თუ მუცელი გტყივათ, არ ნერვიულოთ, რომ კვილი გამოვშვით თქვენ დუნდუნების. აუ, კარგი. მე მეთქვი სისხლი მომდის. მართლა ვარ. ეს გერწები. კაი, დიზასტრი არის. კაი, გავაგზავნოთ. კარგი, ახლა უნდა შევაგროვოთ ხეები შუათანასთვის. ანუ გონი ყველა ერთხელ. ნინი, შენ იქეთ ხარე უნდა გავაკეთო. ნუ მოდი ხარ აქეთ ხარ, შენ იქეთ უნდა გავაკეთო. ახლა მეგობრებო, მგონი საწოლი დავსვარე სისხლით. რატო? ჟღრუანტელი მომდის ცხვირიდან. რა მოხდის? ჟღრუანტელი. ანუ სისხლი? დაწუნებული ხარ რომ სისხლია? კი, 100% ხელზე დავიხედე წითელი იყო. კარგი, ეს ჩამოაჭერი მე ძალიან. მე მიტურსე გამომესხა. ტრუსიკზე გადმოგესხა? მეგობრებო, ტრუსიკი ის არის, სხვა შორის, იცით რა არის? არა. აღხსნა?
აი ბავშვებო, თუ მაინც ციტრუსი კი რას ნიშნავს თქვენ მშობლებში? გაბაჩუნდი. ჩემ ფლანგით გავასუფთავენ. თუ გინდა წადი აი ჩემ ფლანგში ერთი ცალი დარჩა, თუ არაფერი არ უნდა გაკეთო, მაგრამ ჩემ ფლანგის ერთი ცალი აიღე. ჩემი ის ავიღე, ხოლო შენ ერთ იმ ძახილის ნიშანს რამაცას ერთი ხეღა დაგვრჩა იმას რომ მოიტან. გავუკეთოთ და შუათანას სახლიც მზად იქნება. და ბოლო უნდა ავაშენოთ ყველაზე გამოშტერებული სტრის, მაგრამ ანუ ესე ჩანს რომ აი ცოტა რაღაცნაირი გამოშტერებული სახე აქვს. მაგრამ მეგობრებო, შეიძლება შეხედულობით იყოს გამოშტერებული, მაგრამ გულით კეთილშობილი და ჭკვიანი. კეთილშობილი, ანუ გულით რა, ანუ ტვინით შეიძლება კარგი ტვინის იყოს რა. კარგი, ახლა უნდა გავაკეთოთ აი ამ ყველაზე ჭკვიანის. უბრალოდ ვერ ხვდები, რატო უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ხო, ანუ თქვით ყელი აღარ შემილია სისხლის გემო. მეგობრებო, თუ რამე ეს რამე არ გაიმეორე სახლში, საშიში არა. ნინი ეს ჩამოაჭერდა, თქო რა. არა. ანუ სხვა პარში არის ისე რომ აღარ მახსოვს ზუსტად როგორ იწყება და რაზე გადაწყვეტეს რომ აეშენებინათ ტყეში, უღრან ტყეში სახლი აგურის. იმიტომ რომ ჭკვიანია. არა, ანუ კარგი, მე ჩემი ნაწილი კი არა და ფლანგი გავასუფთავე და რა ვიცი. შენ იცი რა ქენი? მე ხა სამი ცალი ავაგროვე და ერთი არის შორს სადღაცა ვერ პლულობ არაფერი აღარ მინდა მოვჭი. კარგი. ძუნძულით მურბიო. მეგობრებო, თუ რამეს თქვის არ შეგეშინდეს ეს პიროვნული რამე. კარგი, всё, დავამთავრეთ და ღამე 2. ღამე 2. დავამთავრეთ ყველა სახლები და ეხლა უნდა უბრალოდ გავაგრძელოთ, კი არა, ანუ spend the night როგორ მანამდე მოდით ღამე გავატაროთ. მანამდე მოდი ვითამაშოთ ღრუტობანა. მოდი დადიქი ღრუტა. უნდა ველაპარაკოთ რა დროს ღრუტობა დავამაშოთ. კარგი. პატარა მოიჩი, ახლა მე გადავთარგმნი. გამარჯობა და დილამშვიდობისა. გუშინ რაღაცა უცნაური მოხდა გუშინ. ჩვენ გავიგეთ ანუ რა ქვია wolf როგორ არის მგელის ყმუილი და ჩვენ არაფერი არ გაგვიგვია შეიძლება სიზმარი იყო მაგრამ არა უშავს ჩვენ ახლა გვჭირდება საწოლები იმიტომ რომ ისა ძირსო დავიძენ ძალიან ცუდი იყო შეგიძლიათ რომ დაგეხმაროთ კი რა თქმა უნდა ავაგროვოთ თივა მოდით ახლა ნუფნურის ნინი ექს ფლანგია მაგრამ კარგი იყოს მიდი შენ მიძუნდულდი იქით I'm not that innocent მეგობრებო თქვენ თამისიას გაგაცნობთ გინდათ მენე ანინი არ გინდა მეგობრებო სხვადასხვა მუსიკა არ მომწონს ეხლა მე ვთამაშობ ჩემი iPad-ით და ეხლა მოდი ცოტა ანუ ბოლო ხმაზე ავუწევ და ნახავთ მუსმენთ რა მუსიკაც არის გავიგეთ მადლობა კარგი საკმაოდ ამაზრზენი მუსიკა ხო საკმაოდ მუსიკა შევაშინებს კარგი სამე მუსიკას გასვენებდით ნინიმ აგროვა ყველაფერი საწოლის ასაშენებლად და მოვრბივა რომ საწოლი ავაშენოთ ერთად მაშა ხო დამეხმარებით საწოლის აშენებაში შენ გაქვს ნივთები ასე რომ მე ვერ აგაგინებ არა ჩაკუჩები დავარტყოთ ერთად მოდი თოშლენტებში ჩაგაბე მეცმოვდი სისხლი დაიფიცე გეფი
მარჯვენა ცხვირიდან თუ მარცხენა. მეგობრებო. ნინი გამორთერა. გიცხვის მოვიწმინდა. მოიცა. პატარა პაუზა. 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 ანგელოზო. ანგელოზო. პატარა პაუზა. პატარა პაუზა. პატარა პაუზა. პატარა პაუზა. ხო მოვედი. პაუზა. სიო გავაგრძელე. მეგობრებო, ცოტა პატარა პაუზა იყო და უკვე შევაგროვოთ საწოლის ინგრედიენტები. კარგი. დავაპარაკოთ პატარა ღრუტებს. ისევ ამ ღრუტებს უნდა ტელეფონის სისხლში მაქვს. ტელეფონის სისხლში მაქვს. პატარა ღრუტები. გამარჯობა, დღეს ჩვენ შეგვიძლია რომ დავიძინოთ ჩვენს საწოლებში. ჩვენ ახლა დაგეხმარეთ და შეგიძლია რომ დაგეხმაროთ ჩვენი მანქანის გაკეთებაში? კი, რა თქმა უნდა. ეს არის თქვენი გაზი. ანუ გაზი. მადლობა, ავიღოთ. აი, მიდი. აიღე. აიღე. ვაიმე! It's him. The wolf. Run. ეს ის არის. ეს ის ბოროტ მოქმედია. გაიგეთ, არ მისეთ უფლება რომ აი სანამ წავიდეთ. აი, რაც თავარია გავიქცეთ და თავი გავაღწიოთ. ეხლა ჩვენ და ვირბინო ძალიან საშიში არის ყოველი მეგობრებო. ეს საშიში თამაში მართლა არ მითამაშია და რა ვქნა არ ვიცი. მე უბრალოდ გზას ვუყურებ. კადან. მეგობრებო, მე ძალიან მიჭედავს ამიტომ სისხლში. სისხლია ყველგან და ალბათ მგელმა შემიჭამა ეს სისხლი და ძალიან საშიშია. ნინი დროზე, გაზი. არ გჭირდება ამ წამს გაზი ანგელოზი. როგორ არა? არა, არ მინდა. ნინი, არ მოკლას. არა, მე უსაფრთხოდ ვარ ნამდვილად. ვაიმე, რა კაი, დროზე დებილი სახლში წავედით. კარგი, არა, ჯერჯერობით დრო გვაქვს, ასე რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს, რომ ეხლა სიო. რომ მე თითქმის უკვე მისული ვარ. ეგ არის. დაკეტეთ კარი. მეგობრებო, ძალიან მეშინია, არ ვიცი რა მოხდება. ჩვენ აქამდე არ ვართ მისულები. ხო, შენ ეს დროს გადავრჩებით? იმიტომ რომ მე ახლა სადღაც უფრო შორს ვიყავი ესეთ დროს და ვიფიქრე რომ მეთქი კაი მოვახწემ სახლამდე თქო და ვერ მოვახწე მეგობრებო სახლამდე და მაგ დროს მომვიდა ჩემთან ეს გელი და მოკლედ ნიფნიფა და ნუფნუფ. კარგი. გამოდით მაქედან, გამოდით. თორე მე ანუ დაბანგრევ ამ სახლს, ხო? აი მე მეგობრებო რა სიზავს რა შევა? რა უნდა ვქნათ ეხლა? ეხლა რა უნდა ვქნათ? არ ვიცი, პატარა ღრუტები. არა, მან დაგვინგრია სახლი ისევ. წამოდით დროზე, ისა ხის სახლში წამოდით. ხო. წავედით. მე ჩვენ ვართ. ჩვენ შევჭამს. დროზე. დროზე ნინი. ჭედავს. ნინი დროზე. ნინი სადა ხარ დროზე დაკეტე დროზე. всё ეგ არის. всё მოვიდა ისევ. გამოდით. თორე მე დაბანგრევ ამ სახლს ეხლავე. როგორ საშიშია ბავშვებო? მეგობრებო, ხო, ძალიან საშიშია სხვათა შორის.
არა, ეს სახლის დაანგრია. რა უნდა ვქნათ ამის მერე? ეხლა რა უნდა ვქნათ? ალბათ მესამე სახლში წავიდეთ, ხრუტება. არა, მან ისევ დაანგრია ეს სახლიც. დროზე წავედით ეხლა აგურის სახლში, დროზე. ცოტა დრო. ჩვენ მთავრები ვართ და სეკუნდე. კარგი, ძალიან შორევ ვასწრებ მინდოზე. დავკეთოთ კარი და ეგ არის. მოდით ამას მივეფაროთ უსაფრთხოებისათვის. მე როგორ მოვა? ეხლა მე ეხლა დავიძავს. ეხლა ვეღარ ვინძრევი. მეც ვერ განძრევთ. გამოდით. თორე მე დავანგრევ ამ სახლს ჩემით. ეხლა თუ დაანგრია რა უნდა ვქნათ? დაანგრევს? არა, ვერ ანგრევს. მაგრამ აი თუ ვერ დაანგრია. ეს სახლი არის გაკეთებული აგურისგან. შენ ვერ შემოხვალ აქ და ვერ დაამტრავ ამ სახლს. მაშინ მე შემოვალ და შევჭამთ ყველას. არა, ეს აქ არის. ჩვენ ვერ გავალთ აქედან. ეხლა თქვენ ვერ გაიქცევით. რა უნდა ვქნათ? ვერ მოძრაობ მაინც. ერთს მე მეგობრები. აუცა მეშინია გაის რა უნდა ვქნათ? ხო, რა კარგია, მაგრამ როგორ უნდა გავიდეთ პირდაპირ? დედა! რა მაგარია. მოვიგეთ! გავდიოდით 22 წუთი და 53 წამი. ხო. ალბათ ეს დროა რომ ვიდეო დავასრულოთ, არა მაშოფრივიძე. კი, მე საკმაოდ მომეწონა ეს თამაში. მე ამ თამაშს დავუწერდი 10-დან 8-ს. ხო, 10-დან 8, ანუ ისეთი იყო, რომ ადვილი გასავლელიც იყო და რა ვიცი, ხო, აი რაღაცა მომენტებში იყო, რომ აი ცოტა ნერვიულობა და რაღაცა რო იყო. ხო. მაგრამ აი არ ვიცი. გადავურჩით მოკლედ ყველაფერს და მოვიგეთ. ესიც უნდა გადავრჩენილიყავით, ხო? და ძალიან ადვილად გადავრჩებით. მე ანუ გირჩევთ, მეც გირჩევთ, ჩემი თამაშოთ, ერთხელ გამოცდა შეიძლება, ეხლა აი სულ რო ითამაშო მთლად ისეთი თამაშიც არ არის, მაგრამ ნუ ხო რა, საკმაოდ კაი თამაში არის. აი ეს ჩვენი ფანი არის, მგონი ფოტოს გადაღება უნდა. კარგით მეგობრებო, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე და შემდეგზე არ ვიცი რას ვითამაშებთ. ალბათ ესეთ ჰორორს ვითამაშებთ, ან უფრო სახალისო თამაშს. დიახ, აბა ნახვამდის საყვარლებო გრიგო. აბა ნახვამდის. შემდეგ ვიდეომდე.